რომელთაც სამთავრობოდ ახლა არის ძალიან სერიოზული ფასეულობა და უკვე ომია. ეს უბრალოდ შეჯახება აღარ არის. ამიტომ არის ეს არის გარდამტეხი მომენტის წინაშე დავდექით. ყველა ის მომენტი, რომელზედაც ჩვენ გავახვილეთ აქცენტი ამ საუბრის განმავლობაში, ამ ხანგრძლივი საუბრის, ყველა იკვრება აი აქ. და უნიკალური მომენტი, რაც არასდროს არ ყოფილა ამ ქვეყნის ისტორიაში, არის ის, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში გაიზარდა თაობა, რომელიც პირველი დაიბადა დამოუკიდებელ ქვეყანაში ერთი. ოღონდ დაიბადა ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფოდა და ცდილობს წავიდეს სამოქალაქო დასავლური სამყაროსკენ, რომელიც უბრალოდ მანამდე არ იყო. ხო და რომელიც მე-20 საუკუნის პროდუქტია თვითონ ეს დემოკრატიული სამყარო ძველი ათენის შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ აი ამისკენ რო წავიდეს სამოქალაქო თვითშეგნებისკენ, პირველია და აქედან გამომდინარე და ეს არის პირველი, რომელსაც უბრალოდ პირველი თაობა, რომელსაც უბრალოდ ფოჩიანი კამფეტებით ვერ მოატყუებ. არ ტყუდება. აი ამიტომ არის ეს და აი ეს არის ზუსტად ის, რომელსაც აი ეს მხარე ვერ იგებს, ვერაფრის დიდებს. ვერც გაიგებს. მაშინ უნდა გამოიცვალოს. ხო, იქნება ყოველ შემთხვევაში იმედი დავიტოვოთ იმისი, რომ გარკვეული ნაწილი მაინც მიხვდება, აი ის მათთვის აბსოლუტურად გაუგებარია რისთვის იბრძვის ეს ხალხი. აი ზუსტად აქ თუ შეიძლება ახლა შემოვა. ესე იგი, პირველი რესპუბლიკა, რომელიც შემთხვევით, მოგვეცა, შემთხვევით არაფერი არ იძლევა, მაგრამ მაინც იოლად ჩამოყალიბდა რა, გარემოებებმა გამოიწვია იქ რუსეთში ცვლილებებმა და იძულებული გავხდით გამოგვეცხადებინა დამოუკიდებლობა და მოახერხეთ ეს რა, უდღეურები და უქმედ უნაროები არ აღმოჩნდით, არ ვახსენებ ზოგიერთის განსხვავებით, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. შემდეგ ოკუპაციის შემდეგ ის მრავალწლიანი დეგრადაციის გზა, სადაც გამოხშირეს არა მხოლოდ ინტელექტუალური ელიტა, ადამიანები, როგორც ამოწვერილი პატარა ყლორტი ძირშივე წაჭრახდებოდა, როგორც კი შეატყობდნენ, რომ ეს ჯანსაღი იყო. შემდეგ უკვე მოვდივართ ზვიად გამსახურდიას პერიოდი მგვალიმაგიდის მმართველობა, რომელსაც ვერ შეაფასებ რაღაც ისეთი ემოციურად და თქონო ხოლმე პატივისცემა და ამ შემდეგ არც ერთ ეტაპზე ჩვენ არ გვიბრძოლია რესპუბლიკის შესაქმნელად. და ახლა დგას დრო, როცა ახალი თაობა თავგამოდებით უკან დაუხევათ, მართლა გასაოცარი ენერგიით. ეს არის იდეისთვის, ეს არის იდეისთვის. ახალი რესპუბლიკის იდეა არის ზუსტად ჩვენ თუ პატარები ვიყავით, ჩვენ ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით, ჩვენ რესპუბლიკისთვის არ ვიბრძოდით, ჩვენ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის. ეს თაობა იბრძვის დამოუკიდებლობისთვისაც, იმიტომ რომ ეს შეიძლება ხიფათის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ კი ახლა ჩვენ რესპუბლიკის იდეას წავაგებთ. იმიტომ რომ ეს რეალურად ეს არის ახლა არის როგორც მთელი სრული სულა არის ჩამოსული იმ ფსონიდებს თლიანად იმ ქვეყნიდან. ჩამოსულია სრული ფსონი. და ამ ფსონზე ვართ ახლა, ამიტომაც არის ეს უნიკალური სიტუაცია, რომ რეალურად თუ ვაგებთ ყველაფერს და ვაგებთ დემოკრატიულ ფუნდამენტსაც, რესპუბლიკასაც ვაგებთ. და დამოუკიდებლობასაც სავარაუდოდ ვაგებთ, იმიტომ რომ როდესაც შენ იმ სამყაროს ჩაეხსნები შენინებით, რეალურად რჩება ეს სამყარო და რომელიც დიდი სიხარულით მიგიღებს უზარმაზარი საყრდენი, რომელზედაც ვრცლად ვისაუბრეთ, დიდი სიხარულით მიგიღებს თავის წიაღში. ხო, აი აქ არის ალბათ ის გადამწყვეტი, ის ძაფი, როცა ჩვენ გვეწინააღმდეგება ჩვენივე თანამემამულეები იდეაში გვეწინააღმდეგებია, მოდი დაგვიფაროს ეს სახულს აი ფიზიკურში. მათ ეშინიათ ახალი რესპუბლიკის. ეს შიშია, განუზომელი შიში აქვთ ახლა ეს ჩანერგილი ეს ფსევდო შიშები, რომელთაც კულტივაცია ასე ეფექტურად მოხდა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნებზეც გავლენა იქონია და აქამდე გრძელდება ომით და მშვიდობა, თუმცა სად არის მშვიდობა დაპირებული, ეს ძნელია დავინახოთ. ალბათ ახალ თაობასთან ერთად იმ ნაწილს ვისაც ჩვენ განვეკუთვნები და ჩვენს გვერდით, ჩვენაირად მოაზროვნე ძველი თაობის წარმომადგენლებმა შეგვიძლია ხარი დაუჭიროთ ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით და იმ მეორე მხარესთანაც ამის გარეშე არაფერი გამოვა, იმიტომ რომ ისინი ჩვენები არიან. ქვეყანა ადამიანის ორგანიზმს წააგავს ერთი განსხვავებით, რომ მას არ აქვს გამოყოფის ორგანოები. ჩვენ მაინც ერთად უნდა ვიცხოვროთ. რა თქმა უნდა. ყველა ემიგრაციაში ვერ წავა, ვერ ჩვენ ერთ ისინი. ამიტომ ახალი რესპუბლიკის იდეა
ჩვენ პოპულარიზაცია რაც შეგვიძლია უნდა გაუწიოთ რესპუბლიკის და სამოქალაქო საზოგადოების და ის შიშის გზნობიდან გამოვიყვანოთ ის ადამიანები და იმ კომფორტის თვითონ შექმნილი ფსევდო კომფორტის ზონიდან, როდესაც ის ცდილობს რომ იყოს შვიდად და ვიღაც ავტორიტეტი ფიქრობდეს მის მაგივრად. რა თქმა უნდა. აი ეს ავტორიტეტები უნდა დაიმსხვრას. დაიმსხვრას ავტორიტეტები როგორც ავტორიტეტს გულისხმობ მე ფსევდო ანუ ადამიანები, არა ინსტიტუცია, არა ინტელექტუალური ელიტა, რომელიც რაღაცას კენ გიბიძგეს, არამედ ის რომელისაც ბოლომდე ემორჩილები და რასაც ჩაგძახებს იმას რომ ამოსძახებ. აი ესენი უნდა მოისპოს და ჩვენც შევიტანოთ წვლილი ახალგაზრდებაც და ეს არის 60-ანა ჩვენ. ხოჩა, აი შენი აზრი მაინტერესებს. იქნებ გასაღები არის მეორე მხარესთან საუბრის, ეფექტური საუბრისთვის გასაღები არის რომ მათი ირაციონალური ფსევდოშიშები, რომელიც თავს ასე დააყარეს ამ შიშების გასაფანტად დღევანდელი აი მართლა საშიში მდგომარეობა რაც მათთვისაც დგას ამაზე საუბარია მნიშვნელოვანი რომ ის კანონები რომელსაც ბოლო 2 კვირა ვისმენთ ეს არ არის თარგეტირებული მორგებული კანონები ჩემზე ნიკოლოზზე შენზე და არც მათზე ასე ეს არის საყოველთაო ეს ეხება ყველას უკლებლივ ის სიმშვიდე რომელსაც ახლა ისინი თითქოს და ასხივებენ და თითქოს გონიათ რომ სწორ პოზიციაზე არიან ეს არის დამღუპველი პირველ რიგში მათთვის რა თქმა უნდა არ არსებობს რეჟიმის გადაურჩეს ვინმე იყოს პრივილეგირებული ყველა ასეთი რამ ჩვენ ისტორიაში არ მოხდა რეჟიმი როცა მოწინააღმდეგეს იშორებს მე რადგანაც რეჟიმი იკვებება ყოველთვის რა თქმა უნდა ესე უხეშად რო თქვა სისხლით ხანდახან პირდაპირ და ხანდახან არა პირდაპირ აი ის იმიტომ ჭირდება ის მერე მიადგება ხოლმე იწყებს უკვე გამოხშირვას საკუთარი მომხრეების ეს არ არსებობს გამონაკლის ისტორიაში ეგეთი რამე არ მომხდარა ამიტომაც ეს რეალურად საფრთხის წინაშე აყენებს მათაც ესეც უნდა აღინიშნოს და უპირველეს ყოვლისა აყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფრთხის წინაშე იმიტომ რომ რასაკვირველია რუსეთი შეეცდება შეიძლება პირდაპირ არ შეგიერთოს მაგრამ რომელიღაცა თავის სატელიტურ ორგანიზაციის მეშვეობით გმართოს. მანიპულაცია მოახდინოს. ამიტომ აი ამ საფრთხის დანახვა აუცილებელია თუნდაც ამ დონით, აი ამ დონეზე ჯერჯერობით თუ სამოქალაქო საზოგადოებამდე ჯერ ვერ მივდივარ, აი ეს მაინც რო დავინახოთ ყველამ და გავაცნობიეროთ. და ის რომ ეს ხალხი ახალგაზრდობა პირველ რიგში ახალგაზრდა ჯენზების თაობა არ დგას არავის მოტყუებული ისინი არ არიან ეს საგანგებოდ მინდა აღნიშნო და უთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს რომ არავინ არ გეგონოთ მეგობრებო რომ ისინი აქ გამოდიან ჩემი მოწოდებით ან გოგასი ან უფროსი თაობის ის აქ დგას იმიტომ რომ მას იდეურად სწამს და ის დარწმუნებულია თავის მართლში რომ საქართველოს ევროპულ ცივილიზებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებას ალტერნატივა არ აქვს თუ უნდა რომ ქვეყანა განვითარდეს და არ აღმოჩნდეს იმ ქაოსში იმ ჭაობში მე ვიტყოდი რომელშიდაც საბჭოთა პერიოდში ვიყავით. ამიტომ ამის გაჩერება მე გოგა ვერ წარმომიდგენია. ეს როგორ უნდა გააჩერო? არ უნდა გაწყვიტო, ეს არის იდეა. ელემენტარულად ამდენი დღის განმავლობაში ხო შეიძლება დაფიქრდე ადამიანი რომ სულ მიდის, სულ აპროტესტებს. ესე იგი ის კი არ გაყიდული კი არ არის. ის იცავს იმ ფასეულობას, რომელიც მისთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი და მარტო მისთვის კი არა. ის ხვდება რომ ის მისი ქვეყნისთვის არის. თორე ადგება და მოერგება და კონფორმისტი გახდება, მაგრამ ის ვერ ხედავს ამაში გამოსავალს, ის ვერ ხედავს. მას უნდა იმ ახალგაზრდას რომ ქვეყანა განვითარდეს. ამიტომ ჩვენი ვალია უფროსების რომ ხელი შეუწყოთ მათ ამ საქმეში. ჩვენ უფროსების და აუცილებლად უნდა ვთქვა პროცესი რომელიც ახლა უნზერთ ეს არის მაინც ეული პროცესი სპონტანური პროტესტს გულისხმობ 18-19 დღეა დღეს მიდის და უდიდესი პატივისცემა ყველას ვინც აქ მონაწილეობს ეს მაინც არის ეული პროცესი ეს არის წინ გასული რაღაც ჯანსაღი მასა გონიერი მასა მაგრამ მათ უკან გარკვეული ძალები იგივე პოლიტიკური ძალები პოლიტიკური ოპოზიცია რაღაცაზე შეთანხმდეს გულისხმობ ელემენტარულ კოორდინაციაზე რაშია საქმე ენერგია ჭირდება ყველაფერს ამ პროტესტს იდეა იმდენად ძლიერია შეიძლება დიდხანს გაყვეს ეს ენერგია მაგრამ რადგან მის წინააღმდეგ არის მომართული მთელი სისტემა აქ მნიშვნელოვანია იტვირთოს ყველამ თავის ტვირთი პოლიტიკური ოპოზიცია რომელიც ასევე ძველი რუსული ვერტიკალის პრინციპით მუშაობს
და აქამდე ასია, სამწუხაროდ ასია. აქვთ ამის რესურსიც და დროც და მინიშნებაც კიდევ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან რომ დრო არის უკვე რომ ეს ვერტიკალი იოლად ამაზე კარგი დრო არ იქნებათ. გარდასახვისა, ხელახალი დაბადების ამაზე კარგი დრო არ არსებობს. დადგნენ, თარგმნონ სპონტანური პროცესი პოლიტიკურ ენაზე, ყოველდღიურ რეჟიმში. ეს არის მათი მოვალეობა. არა თუ შეუძლიათ, ეს მათი პირდაპირ მოვალეობაა, რომ პოლიტიკური ენა ისმოდეს. ასე არა როგორც ახლა დუმილია და მხოლოდ ადამიანების ასეთ გაბრაზებული და სამართლიდან გაბრაზებული ადამიანების ხმაროვის. არა, პოლიტიკური ენა არის ახლა გაჩუმებული. ეს არის მნიშვნელოვანი ძალიან რომ პოლიტიკურმა ძალებმა იტვირთონ თავიანთ სატვირთავი. წავიდნენ, გაქრენ არა ბუდიში ამის დრო არ არის. არავინ არ სადარქრება, ვინც არიან ახლა პოლიტიკურ ოპოზიციაში, ვალდებულები არიან პირდა ისტორიის წინაშე, ახალი ქართული რესპუბლიკის წინაშე, ამ ახალი თაობის წინაშე ვალდებულები არიან, რომ დღესვე, გუშინვე ისაუბრონ თუ რა უნდა ამ პროტესტს. თარგმნონ ეს სიტყვები. ნუ შეერევია პარალელურ რეჟიმში წავიდნენ. ამის გარეშე ძალიან ვაძლიერებთ ჩვენ იმ ძიმე ძალას, რომელიც აქ ძალიან გამართული, ძალიან გონივრულად და გეგმით მოქმედებს. აქედანაც უკვე გეგმა არ დაუპირისპირეთ. ინტელექტს ამარცხებს მხოლოდ ინტელექტი. რაც არ უნდა დიდი იყოს ჩვენში ბრაზი და კოლექტიური ენერგია, ის როგორც კლდეს, ისე შეასკდება ტალღასავი და დაიშლება. გონება სჭირდება გონება, წინ რომ დაუპირისპირდეს. ამიტომ გონებებმა უნდა იტვირთონ თავიანთ წილი საქმე, იქნება ეს პოლიტიკური პარტიები თუ იქნება ის მარგალიტებად აქ-იქ შემორჩენილი ადამიანები, ვისაც შეუძლიათ ხმამაღლა თქვან სიმართლე და მიეხმარონ ამ დიდებულ ახალგაზრდებს. კი, გეტყვები აბსოლუტურად. მადლობთ. მადლობა.